ვინც ავაზაკის ცხოვრებას შეხედა ცოტა ხნით, მას შეიძლება ეგონა, რომ ავაზაკი უკვე წარწმედილია. და ვინც იუდას ცხოვრებას შეხედა მაშინ, როდესაც ის სასწაულებს აღასრულებდა ქრისტეს სახელით, ის შეიძლება უკვე ნეტარად და ცხონებულად ჩათვალა. მაგრამ შეიძლება არ იცის არც ერთის და არც მეორეს ცხოვრების დასასრული. შეიძლება ჩვენ არ ვიცით. დღეს ვისაც ჩვენ განვიკითხავთ, ხვალ შეიძლება დიდი წმინდანი შეიქმნეს. იგივე როგორც მოსეშავზე რო ვთქვით, ის ავაზაკობდა. ავაზაკთა ბანდის მეთაური იყო. დიდი წმინდანი გახდა, მარიამ მეგვიპტელი დიდი წმინდანი გახდა. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანებს მოღვაწეობაში გაუტარებიათ წლები, 50-60 წელი. აი მეუდაბნოე ცხოვრებით, განდეგილური ცხოვრებით და სამწუხაროდ მომხდარა ისეც, რომ ის დაღუპულა. დაღუპულა ხორციელად კი არა, რომ გარდაიცვალა, არამედ ვერ ცხონებულა. გესმით რაზე? ამიტომ არ უნდა დაიმედე, რომ აი დღეს მე ტაძარში დავდივარ, რაღაცას ვაკეთებ და ხვალაც აქ იქნები. და უნდა გავფრთხილდე იმაზე, რომ ხვალაც აქ იქნები. და რითი უნდა გავფრთხილდე, რომ უნდა სიმდაბლე ისწავლო, მორჩილება, მოთმინება ისწავლო. სხვაზე მეტი რომ არ ახარ, ეგ უნდა ისწავლო. თორე ისაც სხვაზე მეტი შეიძლება გონია თავი, ის შეიძლება ხვალდაზე აღარ იყოს იქ, იმიტომ რომ არასწორად და არასწორად სწავლობს აქ. აქ იმისთვის მოვდივართ, რომ უნდა ვისწავლოთ, იმისთვის კი არა, რომ შევიქმნათ ის განწყობა, რომ თითქოს ვიღაცას ახლა ვჯობივართ, აი 1 წელი ვიარე ტაძარში. რა ნამსახურების მიხედვით არის სულის გადასჭენა.